საკითხი, რომელზეც ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო, არის ძალიან გავრცელებული სიტყვა გეშტალტ თერაპია, რომელიც დღეს საქართველოში საბედნიეროდ საკმაოდ გავრცელდა და ბევრმა ადამიანმა იცის, რომ არსებობს ესეთი ფსიქოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც ქვია გეშტალტი. რას ნიშნავს ჯერ სიტყვა გეშტალტი? ეს არის გერმანული სიტყვა, რომელიც ნიშნავს გამთლიანებას. აი ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ვინაიდან ადამიანი საკუთარ ფუნდამენტს აიგნორებს და ეს არ არის ახალი მოვლენა, ეს საუკუნეების მანძილზე ესე მიმდინარეობს ეს პროცესები და ამაში ყველა ფსიქოლოგიური სკოლა თან ხდება. აქედან გამომდინარე, ადამიანი ატარებს ხოლმე შინაგან კონფლიქტებს. რაც უფრო მწვავდება ეს შინაგანი კონფლიქტი, უფრო მაღალია ტანჯვის ხარისხი და შემდეგ ეს კონფლიქტი გარესამყაროზე ვრცელდება, როგორც უკვე ვთქვი. გეშტალტ თერაპია კონკრეტულად სახელი გულისხმობს ზუსტად აი ამ კონფლიქტის მოგვარებას ადამიანში და შესაბამისად მისი ცნობიერი და არაცნობიერი მხარეების გაერთიანებას.